რუსმა ოკუპანტებმა გალისა და ზუგდიდის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე დამატებითი ძალები და ჯავშან ტექნიკა შეიყვანეს. საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული მთელ პერიმეტრზე. როგორც აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობაში აცხადებენ, დღეს გალის რაიონის დაბალი ზონის სამ სოფელში, ფიჩორში, ოტობაიასა და ნაბაკებში რუსი ოკუპანტები ახლად აშენებულ სამხედრო ბაზებს საზეიმოდ გახსნიან. ბაზებზე განთავსდება ახალი სამხედრო ტექნიკა და აქვე იცხოვრებენ რუსი სამხედროების ოჯახებიც. დღეს ბაზების საზეიმო გახსნაზე სეპარატისტები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალ ჩინოსნებს და ფედერალური უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებს ელოდებიან. ამ დროისთვის ოკუპანტებს ჩაკეტილი აქვთ როგორც ცენტრალური გადასასვლელები, ასევე შემოვლითი გზები და ბილიკები. გალის რაიონის დაბალი ზონის სოფლებში შემოღებულია უმკაცრესი ზომები, რომელიც დაკავშირებულია სამხედრო ბაზის გახსნასთან. ასეთი სამხედრო ბაზა იხსნება სოფელ ფიჩორში. ამ ბაზის გახსნასთან დაკავშირებით ელოდებიან მაღალი ჩინის სტუმრებს, როგორც FSB-ს თან ასევე სამხედრო გენშტაბის ოფიცრებს. ამასთან დაკავშირებით მოსახლეობა იძულებულია შემოვლითი გზებით იაროს, იმდენად რამდენადაც ჩაკეტილია და ჩავშალ ტრანსპორტირებებია დაყენებული ყველა გადასასვლელთან.